გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ახალი დეტალები სუსში მიმდინარე გამოძიებაზე, როგორ მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი უკრაინიდან საქართველოში. აქციის მონაწილეს, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანება ედება, ბრალად 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლადაშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო, ამ წუთებში კი მთავრობის მეთაური მედიასთან აკეთებს კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვთავთ ირაკლი კობახიძეს. დღეს ვსტუმრობთ სამცხე-ჯავახეთს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გქონდა, როგორც მოგეხსენება, დღეს გაიხსნა ბორჯომის მინერალური წყლის ახალი ქარხანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ბუნებრივია ხელს შეუწყობს ბორჯომის მინერალური წყლის წარმოებას, წარმოების გაფართოებას, ექსპორტის გაფართოებას და პროექტი არის ნამდვილად შთამბეჭდავი, რაც საზოგადოება მიიხილა. ასევე დღეს ვიყავით ბორჯომში, სადაც მოინახულეთ ბორჯომის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და გავეცანით უშუალოდ პროექტის მიმდინარეობას და ახალციხეში ვესტუმრეთ მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს, რომელიც პრაქტიკულად უკვე დასრულებული პროექტია და ახლოს მომავალში ეს ცენტრი მიიღებს, რა თქმა უნდა, ახალციხელებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ წავას ხალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის განვითარება, ასეთი პროექტები ბევრი უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელისუფლების პოლიტიკა როგორია კორუფციის წინააღმდეგ? ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. მთავარი ჩვენთვის არის ბუნებრივია მიმდინარე პროექტების ხარჯეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა, თუმცა ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადასტომები კორუფციის კუთხით, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება რეაგირება, პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი. თუ არ არის ასე ვთქვათ, მაგალითები, ბუნებრივია ცდუნება რჩება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუსდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, კორუფცია ზოგადად არის დამაზიანებელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე. შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანების და მკაცრებით. ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაგან, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოფხვრათ კორუფციას ჩვენს ქვეყანაში. სამსახურში გამართული რომელიც ამ შემთხვევაში ასაკეთებელი ნივთიერების შემდგენას უკავშირდება საქართველოში. დღეს გახდა დამატებითი დეტალები საკითხთან დაკავშირებით ცნობილი, მაგალითად ის, რომ ბოლო ოპერაცია თბილისი, ასევე გაჟღერდა კონკრეტული პირების სახელმწიფოები, მაგალითად შესაძლო კავშირი ბაჩუახალაიასი და სხვა მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების, რას გვეუბნება რეალურად ეს სახელები და გვარები, ხომ არ ხედავთ კავშირს ნოემბრის გადაგმულ აქციასთან დაკავშირებით, რა საფრთხეზეა? აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვაოს თანამშრომლებმა გადასცეს ეს ნივთიერება. თავისთავად ეს არის უკვე ძალიან მძიმე ფაქტი, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი ფიგურანტი ამ საქმის საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია დაინტერესდება კიდეც. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ მოვლენებთან, შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ამ დაანონსებულ ეგრეთ წოდებულ დამხობასთან შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც აუცილებლად უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს. ხო, თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასწარკვეთილია ოპოზიცია არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მათ ნებისმიერ ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ ფიქრი. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართავს ბუნებრივია ყველა უწყებას, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიყვება ამ საქმეს. ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არულობის შემოტანა, ვის უნდა ჩვენი
ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, შესაბამისად ჩვენი რეაგირება ყველაფერს იქნება მაქსიმალურად გაცრი. ბატონო პრემიერო, გედემოფობხაძის განცხადებაზე მინდა გითხრათ, მან თქვა ასეთი რამ, თუ კი ვინმე ბიძი რაიონიშვილს წაუკიდებს, მას არ იწყინება. არის თუ არა ეს სიძულვილის ენის ტირაჟირება და დაფასვა ასე ვთქვათ მოსახლეობაში და მოქალაქეებში და როგორ შეაფასებ ზოგადად ის ამ ნათქვამს? თვითონ გედი ფოფხაძე არის ადამიანი, რომელიც არავითარ კომენტარს არ ემსახურებს, მაგრამ თავარი არ არის ეს, თავარი არის ის, რომ ამით ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ აჩვენა ნაცის სახე, რადიკალური ოპოზიციის სახე. მე გუშინ საუბრობდი იმაზე, რომ ნაცები, კონკრეტული ნაცები, როგორც არიან მაგალითად ზურაფარჯიანი, საბა ბრაჭველი, ნათია ჯუგასელი და სხვები, პირდაპირ სიცილით და სიხარულით შეხვდნენ ახალგაზრდა კაცის შემზარავ მკვლელობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? და ამის შემდეგ რამდენიმე საათში გედი ფოფხაძე კიდევ ერთი გაგრძელება ამ ადამიანების აკეთებს ასეთ განცხადებას. ხო, თავარი ეს არის. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ გედი ფოფხაძეზე კომენტარის გაკეთებაც კი დროის ფუჭი ხარჯვაა, არაფრად არ არის ეს ადამიანი, მაგრამ ეს არის ნაცის სახე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენა გედი ფოფხაძე, მან გააგრძელა ის ხაზი, რომელიც გვიჩვენეს მანამდე ამ ზურაფარჯიანმა, ეგრეთ წოდებულმა მოაზროვნემ, პირდაპირ სიხარული გამოხატა ახალგაზრდა კაცის 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით და ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძეს. ეს არის ნაცის სახე, ნაცი არის ბნელი და შესაბამისად მისთვის ნებისმიერი საუბარი მკვლელობასთან დაკავშირებით არის სრულიად ახლოს დგომი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს გედი ფოფხაძესზე და მის მეგობრებზე, სულიერ მეგობრებზე, როგორც არიან ზურაფარჯიანი, საბა ბრაჭველი და სხვები. ნაცი არის ასეთი. აი თქვენ ბატონო პრემიერო, ის პრობლემასთან დაკავშირებით ცინიკური კომენტარი მისმენთ, მათ შორის აქტივის პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან. ამაზე ამერიკაშიც გადაიცა კონკრეტული პოზიცია, მაგრამ საფრთხის განცხადება მოხდა, რომ იქნება შესაბამისი რეაგირება იმ კონკრეტული პირების მისამართი, ვინც გამოირჩევა მსგავსი განცხადებებით. ჩვენთან ამას აფასებთ თქვენ როგორც ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთ გამოვლენას. რეალურად გაიხილეთ და რამდენად ხდება ეს მიმართულება? რა თქმა უნდა, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს ამ ყველაფერს. მე ვნახე სხვათა შორის ამერიკული ვიდეოები, სადაც ამერიკელი ლიბერალები იცინოდნენ ამ მკვლელობაზე. ვიზუალურადაც კი გვანან ეს ადამიანები ქართველ ლიბერალებს, ქართველ ლიბერალ ფაშისტებს, ვაიღოთ იგივე ფარჯიანი და ბრაჭველი, აბსოლუტურად სახელდაკარგული ადამიანები, არც კაცებს გვანან, არც ქართველებს არაფერს არ გვანან, ზუსტად ასეთივე ამერიკელები საუბრობდნენ იგივე ტექსტებით ამ შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით. ლიბერალური ფაშიზმი ყველგან ათანაბრებს ადამიანებს ძალიან მახინჯი ფორმით. ერთნაირია ქართველი ლიბერალ ფაშისტი და ამერიკელი ლიბერალ ფაშისტი არის აბსოლუტურად ერთნაირი, გარეგნობითაც კი გვანან ერთმანეთს შესაბამისად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში შევაჩეროთ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, ამ იდეოლოგიის გავრცელება, ამას ემსახურებოდა გამჭრელობის შესახებ კანონი, ამას ემსახურებოდა ბევრი სხვა ნაბიჯი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში. 100 წლის წინ ასეთი ყურადღებით, რომ ემოქმედათ ქართველებს, როდესაც საქართველოში გარდან თავს გახვევდნენ ბოლშევიზმიც ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ დავიცავთ ბოლომდე გამჭრელობის კანონს, იმიტომ რომ გამჭრელობის კანონი არის პირველ რიგში კანონი ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ და ჩვენ გავაფრთხილდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აქამდე გადაგვიდგამს ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ამ სახელდაკარგულ ადამიანებს სხვები არ უნდა დაემსგავსონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ტენდენციები. თქვენ ნახეთ, რა სახეებით იდგნენ ადამიანები, მაგალითად საარჩევნო შტაბის წინ, ლიბერალ ფაშისტები, სახელდაკარგული ადამიანები. ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ როდესაც ისინი ფაშისტური სულისკვეთებით მოქმედებენ, ბუნებრივია რეაგირებაც უნდა ქონდეს. ამერიკის საელჩო ინტერესებს სამწუხაროდ თვითონ სახელმწიფო კონკრეტულ პირებს როგორც კი ამერიკის საელჩო ჩამოყალიბდება მასთან დაკავშირებით ვის ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას თუ Deep State-ს, მაშინ ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე. ნახოთ როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, რომ როცა ელჩი დაინიშნება საბოლოო ჯამში საელჩო
ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა deep state-ის სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში. ბატონო პრემიერო, ლევან ხაბეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ის უბრალი ედება იმაში, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მოსყიდვა შეიქმნა შეთავაზებაში და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ რომ შეაფასოთ ლევან ხაბეიშვილის დაკავება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველას გასაგონად, რომ არავის არ ურჩევ აგენტობას. როდესაც ხდები აგენტი, შენ იძულებული ხარ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენვე გაზიანებს. აქ აძლევდნენ ჯერ 3000 ლარს თვეში, მერე 5000 ლარს თვეში, დაავალეს დანაშაულის ჩადენა. ჩაადერინეს დანაშაული და გაწერეს სიხისთვის. ასეთი აგენტის ხვედრი. დანარჩენი არის რა თქმა უნდა გამოძიების საქმე. ჩაადენინეს თქვენ გულისხმობთ ყოფილი თანაგუნდს. კი, ვინც თანხას უხდიდა, იმათ გულისხმობთ. ოპოზიციაში ბოდიშან თემაზე ოპოზიციაში პარალელს ავლებენ ბიზნა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებასთან. თემაზე ძალიან რელევანტური რა ამ განცხადებასთან დაკავშირებით ის პარალელი. რომელ დაპირებასთან? ხაბეს დაპირება ერთმანეთს გავს. რა შუაშია, აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. რაც შეეხება 5 მილიონს, თქვენ რომ იანგარიშოთ ამ წლების განმავლობაში მთლიანად სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, 5 მილიონზე ბევრად მეტია. ჩვენ რო შევხედოთ რეგიონული განვითარების ნაწილში არაურბანულ სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, არის ბევრად უფრო მეტი საშუალო მაჩვენებლები რა იყოთ, ვიდრე 5 მილიონი ლარი და ეს დაპირებაც ისე როგორც სხვა დაპირებები არის პირნათლად შესრულებული. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაპირებას, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი გამომდინარე იქიდან, რომ მასთან ახლავს კონკრეტიკა. ის პირობას აძლევდა ყველას ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას. იმდენად კონკრეტული ამ შემთხვევაში დაპირება, რომ მე ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი არის ძალიან ცხადი, თუმცა საბოლოო ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს ბუნებრივია სასამართლო. ფიშერთან დაკავშირებით გერმანულმა შპიგელმა მოგვითხრა სტატია და დაურთქვის განცხადებები, რომლებსაც თქვენ აკეთებთ. თქვენი აზრით, მისი დიპლომატია რამდენად ჯდება ვენის პროვინციაში და ასევე რა ფაქტები გაქვთ მის წინააღმდეგ, რომ მისი საქმიანობა არის გასული დიპლომატიური ზონიდან? რაც შეეხება ფიშერს, ჯერ მარტო არის მდგმურად ხაზარაძის სახლში, ხო? ეს ერთი ფაქტი და მე არ ვიცი ხო თავისთავად ესეც საჭიროებს ბუნებრივია რეაგირებას, თუმცა ყველანაირი სტანდარტი არის წაშლილი დღეს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებში, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, თქვენ ხედავთ, რომ არის კონკრეტული რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფება, რომლის წევრებსაც ხვდება და ახალისებს და აქედან ორ დღეში ამ რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები პირდაპირ აწყობენ რადიკალურ აქციებს, გამირჩევიან რადიკალიზმით, აგრესიით, სიძულვილით. ეს არის რა თქმა უნდა დარღვევა, თან არიან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებთან დაკავშირებული ექსტრემისტული რადიკალური დაჯგუფებები. ხო ეს ამაზე მეტი დარღვევა ვენის კონვენციის 51 მუხლის მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ხო პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი ადამიანი გააჩერეთ და კითხეთ, ვისი მხარდამჭერია პოლიტიკურად ფიშერი. ნებისმიერი გააჩერეთ. ხო გეტყვიან ვისი მხარდამჭერიც არის, რომელი პარტიების მხარდამჭერიც არის, ხო? ველოდან დაწყებული, ნაცმოძრაობით დამთავრებული, ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია. ხო პარტიულად უჭერს ხარს ამ სუბიექტებს, ამაზე მეტი ვენის კონვენციის დარღვევა უბრალოდ არ არსებობს. ბატონო, არ მხოლოდ ფიშერი, თქვენ ხშირად საუბრობთ ხმელჩების დამოკიდებულებზე ამ მიმართულებით, ხედავთ, რომ მაგალითად ელჩი პაულიჩესკი ერთ-ერთ ოპოზიციონერ აქტივისტთან მივიდა ამის ფოტო მასალაც არის ინტერნეტში ზოგადად, აი ეს დამოკიდებულება რას ნიშნავს ხოლმე ელჩების მხრიდან? ტრაგიკული მოვლენაა. კიდევ ფიშერი, რა თქმა უნდა, ჰერჩინსკი, ბრიტანეთის ელჩი გვარი აღარ მახსოვს, ტრაგიკული მოვლენაა. ეს ყველაფერი კომიკურ პერსონაჟს, რადიკალურ პოზიციაში კომიკური პერსონაჟებიც არიან, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ ასეთ კომიკურ პერსონაჟს, კომიკოს პოლიტიკოს თუ რა ქვია, არ ვიცი, აქტივისტს, როგორც ეძახიან, შეხვდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში. არ ვიცი, ეს ტრაგედია, ეს არის ვენის კონვენციაც არაფრის შუაში არ არის, მე მგონი აბსოლუტურად სხვა ჟანრის ტრაგიკული მოვლენაა. დანარჩენი რა შეფასება გავაკეთო, მე უბრალოდ არ ვიცი. ნებისმიერების გამოკითხვა გრძელდება, ბატონო პრემიერო, გამოძიება უნდა დაარღვიოს თუ რა როლი ჰქონდათ მათ სხვადასხვა აქციებზე, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
ზოგადად NGO-ები ყველამ ვიცით რომ არიან პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკური რადიკალიზმის გაღვივებაში და ექსტრემიზმის გაღვივებაში ჩვენს ქვეყანაში და მას აკეთებენ უცხოური დაფინანსებით. Რა თქმა უნდა, ზოგადად უკვე პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების ჩართვა არის არაკონსტიტუციური მოვლენა, არა მარტო ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მით უმეტეს, როდესაც გარე დაფინანსება NGO-ების გავლით გამოიყენება საქართველოში პოლიტიკური ექსტრემიზმის და რადიკალიზმის დასახალისებლად, ეს არის კიდევ უფრო მეტად არაკონსტიტუციური მოვლენა. ამით რა თქმა უნდა დაინტერესდეს ყველა შესაბამისი უწყება და როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული მიმართულებებით გამოძიება წარიმართა. დაკავშირებით, თუმცა ვერ ის მიღება, რაზეც რეალურად დიდი მეტებს ამყარებდა ოპოზიცია. ამ შემთხვევაში ახლა როგორ იღებთ პროცესების გაგრძელებას, როდესაც მათ გაუჩნდათ? განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ, ქართული ხალხის წინააღმდეგ ჩავარდა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის და ვაცხადებთ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, იმ პარტნიორობის განახლება, რომელიც გაუქმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ ტრამპის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის ჩვენი სურვილი, დანარჩენი არის დამოკიდებული ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე. როგორ გესახებათ აი ამ ურთიერთობების გადარგვა ახლობად? ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჩვენ კიდევ ერთხელ გამიმერებთ, რომ სრულიად გახსნილი ვართ ამ ურთიერთობებისთვის, დავილოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. რაც იქნება ამერიკული მხარის პოზიცია, მის მიხედვით გამართება ბუნებრივია დისკუსიები. კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში უსმენდით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სუსში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს. სუსი ოპერატიული მასალების მიხედვით უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს შორის. ვალდებულების დაკავებიდან დღევანდელი განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დადგინდა, რომ Mercedes-ის მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის ეგრეთ წოდებული SBU-ს თანამშრომლებმა. რაც ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებულ კონკრეტული პირისთვის გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით უნდა მოწყობილიყო ეგრეთ წოდებული პაუტინა 2, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია თბილისი ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის. პრაიმ-ტაიმის ინფორმაციით ეგრეთ წოდებული ასაფეთქებელი ნივთიერების საქმეში სკანდალური დეტალები იკვეთება. სააგენტოს ცნობით დაკავებულს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთის ფედერაცია იყო. პრაიმ-ტაიმის ინფორმაციით თბილისში მყოფი მაღალჩინოსანი ბაჩუ ახალაია მუდმივ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი გიელ ურთქიფანიძე უწევს. სააგენტოს ინფორმაციით ახალაია რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის აღების გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე მდებარე მისი ცოლის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული. პრაიმ-ტაიმის წყაროს ინფორმაციით ახალაია რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა ეგრეთ წოდებულ დახმარებას უკრაინიდან. დახმარება კი, როგორც სააგენტო წერს, დიდი ალბათობით სწორედ ეს ასაფეთქებელი ნივთიერებაა.
Պետქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქიდან ერთი ტრაილერის მძღოლი მიხაილოს კრუპსკი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, როგორც სუსის შენობის დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობი იყო რა ნივთიერება მოჰქონდა. ადვოკატის განცხადებით დაკავებულს ორმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა სთხოვა გარკვეული ნივთების გადატანა, თუმცა რა იყო შიგნით მისთვის უცნობი იყო. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდნენ და პირადობის წარმოდგენის შემდეგ გამომატანეს. ხოლმე ჩაცმული იყვნენ და შესაბამისად უარი ამიტომ ვერ უთხრათ. ბათუმში უნდა დახვედროდა პიროვნება, რომელიც აიღებდა ამ ყუთებს. მეტი მან არაფერი არ არის. ხშირად მოგზაურობს, ტრანზიტული მძღოლია, ხშირად უწევს ჩამოსვლა, რაღაც გარკვეული საგნები ჩამოაქვს და უკან ბრუნდება. თანხის ანაცვლოდ გააკეთა. არანაირ თანხაზე არ ყოფილა საუბარი. სუსში მიმდინარე გამოძიებაზე არის კიდევ ერთი დეტალი. ევროკავშირის დაფინანსებული ნეტგაზეთი არ იმჩნევს დაკავებულის აღიარებით ჩვენებას და წერს, თითქოს უკრაინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადანაშაულა. ეს მაშინ, როდესაც სუსის ბრიფინგზე გარკვევითი თქვა, რომ დაკავებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მას გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურებმა და საქართველოში ჩამოტანაც სწორედ მათი დავალება იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული აქციის ის მონაწილე, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანება ედება ბრალად პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ დააყენა, როგორც აღნიშნე, საპატიმრო გირაოს შუამდგომლობა, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა არასაპატიმრო გირაოს შუამდგომლობა, ასე ვთქვათ. თუმცა ჩვენი პოზიცია ამ დრომდე არის ის, რომ საერთოდ არ უნდა გამოყენებულიყო აღკვეთის არც ერთი სახე. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდების მხარე ითხოვდა 2000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას, ხოლო საპატიმრო უზრუნველყოფით და სასამართლომ ბრალდებულ შეუფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით საპატიმრო უზრუნველყოფის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ უნდა მოხდეს გირაოს თანხის გადახდა 20 დღის ვადაში. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ცოლ-ქმარი საპროტესტო აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულების საცხოვრებელის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ალფა PVP ამოიღეს. პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა პარკში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის მინისტრისგან მიიღო. რეაბილიტაცია უტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბორჯომის ყოფილ ქარხანას. აქტიურად მიმდინარეობს შენობის ფასადის სრული რესტავრაცია. პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ისტორიული პარკის სრულ განახლებას. პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. პროექტის ჯამური ღირებულება 35 მილიონი ლარია, რომელიც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზეა. დასრულებული არის უმეტესი წილის სამუშაოები. ასევე დასრულებულია პარკის ცენტრალური ტერიტორია, სადაც მოწყობილია სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოების სრული დასრულების ვადა შემდეგი წლის მაისია, რომელიც ასე ვთქვათ ტურისტულ სეზონისთვის მზადებას გულისხმობს, თუმცა თითქმის სრული სამუშაოები ამ წლის ბოლომდე დასრულდება. პრემიერ-მინისტრმა ბორჯომში ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯიც დაათვალიერა. მთავრობის მეთაური კოლეჯის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ პროფესიული კოლეჯი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს პროფესიული განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ. პრემიერ-მინისტრმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო პროფესიული პროგრამების შესახებ. განათლების მინისტრის განცხადებით, კოლეჯი ძირითადად ტურიზმის, სატყეო სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს. სასწავლებელში უახლოეს პერიოდში დაინერგება კონკრეტული პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება ბაზრის საჭიროებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი, სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება არის ერთ-ერთი წამყვანი ამ რეგიონისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქცენტირებული იქნება კონკრეტული სპეციალობების შესწავლის შესაძლებლობა, ისევე როგორც სამშენებლო პროფესიები, აგრარული სფერო, რომელიც მთელი ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში ამ სივრცეში ასევე საცხოვრებელი კომპლექსი მოვაწყოთ, რაც შესაძლებელს გახდის, რომ არა მხოლოდ
სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, არამედ სხვა რეგიონებიდან დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ ამ არაჩვეულებრივ სასწავლებელში თავისი სპეციალობის დახვეწა და ცოდნის გაღრმავება. დღეს საქალაქო სასამართლოში აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლობის დირექტორის გამოკითხვა უნდა შედგეს. თამარ ქაროსაინძე გამოკითხვაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის სტრულსაქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე მიმდინარეობს. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოში და დადასტურებულია, რომ ეს ორგანიზაცია თავის მხრივ ფინანსდება USAID-ისგან, შტატების განვითარების სააგენტოდან და დაახლოებით 2023-24 წლებში დაფინანსების სახით მიღებული აქვს 29 მილიონ ლარის ოდენობით თანხა. შემდგომ უკვე ამ ორგანიზაციის გავლით ხდებოდა თითქმის საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობის დაფინანსება და სწორედ ამ ორგანიზაციის გავლით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ თანხებს. აქ საუბარია სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლების ანგარიშების დაყადაღდა, რა ვიცი, ისფედი, საფარი, სამართლიანობის ცენტრი, ადამიანის უფლებათა სახლი, თავის მხრივ ცენტრი და ასე შემდგომ. სწორედ უკვე ეს ჩარიცხული თანხები, როგორც თქვენ იცით, გამოყენებული იქნა ამ კანონსაწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში და შესაბამისად ჩვენ გვაქვს კითხვები, რამდენად ინტერესდებოდნენ ისინი ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე და ცნობილი იყო თუ არა, რომ ეს თანხები გამოიყენებოდა მაგალითად ისეთი ქმედებებისთვის, როგორც იყო ჯარიმების გადახდა, წახალისება, პატიმრების სასარგებლოდ ფინანსური რაღაც ვალდებულებების დაფარვა. ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც. ამჯერად ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირადად მივიღოთ ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრისგან, რომელიც უკავშირდება არჩევნების სამზადისს და ყველა იმ ადგილობრივ გამოწვევასა თუ საჭიროებას, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში ვიყოთ ადგილობრივ დონეზე საოლქო საარჩევნო კომისიებთან, რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს არჩევნების ეფექტიანად და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. სამუშაო შეხვედრა ბატონ გიორგი კალანდარიშვილსა და ქუთაისის ოლქის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ოლქის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. ჩვენს მოგვეცა შესაძლებლობა მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა მისთვის სრული ინფორმაცია. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.